გამარჯობა ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მომენად რა თქვენთან საუბარი. მოკლედ ამობენ რომ რაღაცა საკითხები, ანუ სასიხარულო და სამწუხარო საკითხებიც რაღაცნაირად დოზირებულად უნდა მიიღოს ადამიანმა, რომ არ გაგიჟდეს. მაგრამ კომპანია ლივგუდი არ გვაძლევს ამის შესაძლებლობას, რომ ჩვენ რაღაცნაირად მოვდუნდეთ. იმიტომ რომ სიახლეს ცვლის ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მე გახლავართ ნანა ლომიძე, ვინც არ მიცნობს, მინდა გაგაცნოთ თავი. ავსტრიის მოქალაქე, პროფესიით ინჟინერი და კომპანია ლივგუდის, ყველა მიცის უკვე კომპანია ლივგუდი რას წარმოადგენს, უხსეთ სოფლიოში ცნობილი კომპანია, რომელმაც ყველა სტანდარტებით პირველი ადგილი დაიკავა, პროდუქტის მიმართულებით იქნება ეს თუ ბიზნეს მიმართულებით იქნება და სწორედ ამ კომპანიის ასე ვთქვათ, ოფიციალური პარტნიორი გახლავართ და საქართველოს გუნდის, საქართველოს ფილიალის მთავარი სპონსორი. ამიტომ ვალდებულად თვლით თავს ყოველთვის გამოგიცხადოთ ყველა სიახლეების შესახებ და მე მგონი უკვე ყველა მიეჩვია იმას, რომ კომპანია ლივგუდში სიახლე ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ და კიდევ უამრავი ადამიანი გაბედნიერდება. კიდევ და კიდევ უამრავი ადამიანის მადლობები მომევა, თვალცრემლიანი მადლობები ამ კომპანიის მეშვეობით რომ მიიღეს ის საოცრება, რაც მიიღეს, ჩვენ ეს ვიცით, ხშირად ვაცხადებთ ჩვენ ამას და ყოველთვის ყველა პროდუქტი, რომელიც შემოდის კომპანია ლივგუდში, ქმნის სენსაციას. რატომ? იმიტომ რომ ის საკუთარ თავზე თავად საუბრობს, ძვირფასო მეგობრებო. არ უნდა მას რეკომენდაცია, არ უნდა მას რეკლამა. იმიტომ რომ ის თვით რეკლამაა კომპანია ლივგუდის პროდუქტი. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ყოველთვის შეხვედრები და იმ შეხვედრებზე ყოველთვის ვაჟღერებთ შედეგებს ამ პროდუქტიდან გამომდინარე. ისეთი შედეგებია ეს, რომ აქამდე სოფლიოში არასდროს არ მომხდარა. ჩვენ დავამარცხეთ ყველა ის სტერეოტიპი, რაც აქამდე იყო ოფიციალურად აღიარებული, რომ ყველა, ასე ვთქვათ, ქრონიკული დაავადებები იყო უკურნებელი. ეს იყო კლასიკური მედიცინის მხრიდან ასეთნაირად გაჟღერებული და ფარმაციისგან. თუმცა, აი ამ კომპანიამ და ამ პროდუქტმა სრულიად საპირისპირო დაამტკიცა ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ამ პროდუქტის შემქმნელები არიან, ყოველთვის ვაჟღერებ მე ამას, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები, მეცნიერები, რომლებმაც უამრავ მეცნიერულ სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა მთელი მსოფლიო მასშტაბით და კაცობრიობისთვის ძალიან ბევრი სასარგებლო რამ გააკეთეს. თუმცა ეს პროდუქტი აქამდე არ არსებობდა დედამიწაზე. ეს პროდუქტი იყო მისაწვდომი მხოლოდ შეძლებული ადამიანებისთვის, მე ადრინდელ ვიდეორგოლებშიც გამიჟღერებია ეს. მაგრამ ამ უკეთილშობილესმა ადამიანებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს პროდუქტი მიწვდეს ყველა ადამიანს. ჩემი სახით, თქვენი სახით, ყველა საშუალო ფენას, ყველა უფრო საშუალოზე დაბალ ფენას. რომ ყველამ შეძლოს ამ პროდუქტის ყიდვა და ეს უკვე შესრულდა, მეგობრებო. ჩვენ ვიცით, რომ იყო ადრე ქსელურ კომპანიებში რაღაცა ბიოდანამატები, სადაც ადამიანები ცდილობდნენ რაღაცნაირად შეძენას ამ ბიოდანამატების, მაგრამ სამწუხაროდ ეს იმდენად ძვირი იყო და იმდენად მიუწვდომელი იყო, რომ მაქსიმუმ ერთი პროდუქტი ეყიდათ, მაქსიმუმ ორი და აი სულ ყველაზე მეტი სამი. მაგრამ ის სამი პროდუქტი ხო საკმარისი არ არის ბიოდანამატისთვის. ის ხომ სისტემატურად უნდა მიიღოს ადამიანმა, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო ყველაფერი დაბინძურებული და გაუბედურებულია. და ამ ყველაფერს გამოსწორება უნდა შლაკები, ქიმიკატები, სტრესული ცხოვრებისგან 1000 რაღაც უბედურება გვემართება. რასაც ვჭამთ, ვსვავთ და რასაც ვიღებთ ჩვენს ორგანიზმში, ყველაფერი არის გამანადგურებელი და ყველაფერი აბინძურებს ჩვენ ორგანიზმს. ამ ყველაფერს კიდევ გამოსწორება უნდა და 2-3 პროდუქტით ეს ვერ მოხერხდება. მით უმეტეს, როდესაც ის პროდუქტებიც, რომელიც აქამდე ქსელურში იყო, ის პროდუქტები იყო, ასე ვთქვათ, როგორც ახლა მოვიდა ჩვენამდე ინფორმაცია მედიცინის დოქტორების მხრიდან და მათ მიერ უკვე ოფიციალურად გაჟღერებული და უკვე გამოკვლეული, რომ ისინიც იყო ფაქტიურად, ასე ვთქვათ, ისეთი პროდუქტები უმეტესწილად, რა თქმა უნდა, ყველაფერზე არ არის აქ საუბარი, უმეტესწილად იყო სინთეტიკა, რომელიც ძალიან დიდ ზიანს აყენებდა პირიქით ადამიანს და მას ეგონა, რომ ის პირიქით უკეთესობისკენ წამოვიდოდა.
დღეს კი ჩვენ საუბრობთ არა უბრალოდ ბიოდანამატებზე, ჩემო ძვირფასებო, პანაცეაზე ვსაუბრობ. პანაცეა, იმიტომ რომ შეუძლებელი რაღაც მოახერხა ამ პროდუქტმა. შეუძლებელი ქრონიკული დაავადებები დაამარცხა და ეს არ არის ზღაპარი, ეს არ არის ჩემი გამოგონება. ეს ჩვენ თვალით ვიხილეთ და ყოველთვის ვნახულობთ და ვისმენთ ამას და ჩვენ თვითონ პარტნიორები ამ კომპანიის ფაქტიურად გაოცებულები ვრჩებით. ჩვენ თვითონ შოკირებულები ვრჩებით და ნუ ახლა წარმოგვიდგენია ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ მოისმინეს ჯერ ამის შესახებ და აი ესეთ რამეს რომ მოისმენენ, რამდენად დაუჯერებლად ჟღერს. ჩვენ ამას თვალით ვხედავთ და ჩვენ თვითონ მაინც არ გვჯერა, რომ ეს მართლა მართალია. არ ვიცი, რას აკეთებენ ეს ხალხი, რას დებენ ამ პროდუქტში. მე არ ვარ ექიმი, მე ვარ ინჟინერი პროფესიით და ნამდვილად ჩემთვის გაუგებარია, რა საოცრებებს, რა გიპნოზს უკეთებენ ამ პროდუქტს, რომ აი ძალიან ისეთ სიტყვა ვთქვი მართლაც, რომ შეუძლებელია ხომ დღეს ასეთი რამეები მოხდეს. მეოთხე სტადიის კიბო, ანუ ონკოლოგია დღეს აქამდე არ დამარცხებულა და ამ პროდუქტმა დაამარცხა. ამ დროს ეს არ არის მედიკამენტი, ეს არ არის წამალი, ეს არ არის ქიმიკატი, ეს არაფერი ეგეთი არ არის. ეს არის უბრალოდ საჭმელი პროდუქტი, საკვები პროდუქტი. ანუ ხილი, ბოსტნეული, რომელიც შედის აი ამ პროდუქტის შემადგენლობაში. და როგორც ჩანს, თურმე სუფთა პროდუქტი თუ მივირთვით ჩვენ და არა ნიტრატებით და ასე შემდეგ. შესაძლოა ყოველგვარი კომპანიების და პროდუქტების გარეშე ჩვენ ვიყოთ ჯანმრთელნი, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეუძლებელია დღევანდელ სამყაროში. დღევანდელ სამყაროში შემოდის მხოლოდ სიბინძურე, რომელიც შედის ჩვენს ორგანიზმში. ჰაერიდან დაწყებული, წყლიდან დაწყებული, საკვებიდან დამთავრებული. ასევე სტრესული ცხოვრება, სისტემატიური რუტინა, რომელიც ჩვენ ორგანიზმში გამოყოფს იმ ნივთიერებას, რომელიც სწავლობს ჩვენს ორგანიზმს. ამიტომ ყველასათვის აუცილებელია, ჩემო ძვირფასებო, ეს ინფორმაცია მოისმინოს. იმიტომ რომ ამას წინათ მე გავაჟღერე პროდუქტის შესახებ, რომელიც გამოვიდა ასევე ლივგუდში და ყველა პროდუქტი თავის ისტორიას ტოვებს ჩვენს კომპანიაში. ყველა პროდუქტი რაც კი გამოდის, იმიტომ რომ ეს პროდუქტი აკეთებს საქმეს, არა უბრალოდ საუბრობთ, რომ ეს პროდუქტია და რეკლამას უკეთებთ. არამედ ჩვენ საქმეს და შედეგებს ვხედავთ ამ პროდუქტის საფუძველზე. რომ აღარ შეგაწყინოთ თავი, ამას წინათ მე გავაჟღერე ერთ-ერთ პროდუქტზე, რასაც ერქვა შავი წიფწის ზეთი. ამ პროდუქტმა მთელი აჟიოტაჟი გამოიწვია, იმიტომ რომ ეს პროდუქტი არის უძველესი დროიდან წამოსული და ამ პროდუქტზე ამბობენ, რომ როგორც წარსულში ამბობდნენ, ახლაც ამბობენ ამას თანამედროვე მეცნიერება, რომ ეს პროდუქტი კურნავს ყველაფერს გარდა სიკვდილისაო. ეს პროდუქტი უკვე არის ბაზარზე გამოსული კომპანია ლივგუდის მიერ და განსხვავებული რომ არის ლივგუდის პროდუქტი, ამაზე უკვე ორი აზრი აღარ არსებობს და ამაზე უკვე საუბრობს მთელი სამყარო, არა მხოლოდ ნანალომიძე. დამიჯერეთ. საქართველოში ყველა მიცის ამ პროდუქტის შესახებ და როგორც გითხარით, რომ რაზეც იზრუნეს ამ კომპანიის დამაარსებლებმა და ამ ადამიანებმა, ვინც შექმნა ეს პროდუქტი, რომ ყველასათვის მისაწვდომი იყოსო, დღეს მთელი საქართველო თითქმის, მთელ საქართველო რა გითხრათ, ხა ვცდილობთ, რომ მთელმა საქართველომ მიიღოს ეს ამბავი და ეს ინფორმაცია და გამოიყენოს ეს საოცრება, რაც ხდება აქ ჩვენთან, ჩვენს კომპანიაში. ეს არის სენსაცია, ეს არის რევოლუცია, საერთოდ რაც ხდება. ამის იქით მე არ შემიძლია რამეზე საუბარი. და დღეს ვინც არის 5000-ზე მეტი ადამიანი დავასაქმე მე დღეს საქართველოში, არა მხოლოდ აი ამ ბედნიერებით, რასაც პროდუქტი ქვია, არამედ რა თქმა უნდა ბიზნესით, მაგრამ ბიზნესზე მე ცალკე სხვა ვიდეოში ვისაუბრებ, ამ მარკეტინგზე, ამ შემოსავლებზე. აქ ეს ცალკე საუბარია, რომელიც არ არის არანაირად მიბმული პროდუქტთან. პროდუქტი ცალკე თემაა ამ კომპანიაში. ამიტომ ამ ჯერზე მე თქვენ მხოლოდ პროდუქტზე გაგიმახვილებთ ყურადღებას. დღეს გამოდის ბაზარზე კომპანია ლივგუდის მიერ გამოშვებული საოცარი პროდუქტი, რომელიც კაცობრიობის 99%-ს აწუხებს. არ გეტყვით ეს რა პროდუქტია. დაგიდებთ მე თქვენ ლინკს, რომლის მეშვეობით შემობრძანდებით ჩვენთან ჩატში, დაესწრებით ბიზნეს ჩატს, კომპანია ლივგუდის საქართველოს ფილიალის ბიზნეს ჩატს და იქ პრეზენტაციის სახით ჩემს მიერ თარგმნილ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორების ინფორმაციას ამ ახალი პროდუქტის შესახებ მოისმენთ დეტალურად. რისთვის არის, რატომ არის და რატომ ვჭირდება ეს ყველა ადამიანს. ამიტომ გიწევთ ყველას, ვისაც გინდათ, რომ იყოთ აბსოლუტურად ჯანმრთელნი. ეს არ არის წამალი.
ეს არის პროდუქტი, მაგრამ ეს პროდუქტი თქვენთვისაა შექმნილი, რომ თქვენ იყოთ ჯანმრთელნი. მადლობა ყურადღებისათვის, გელოდებით უსათუოდ, მე ვიქნები თქვენთან ერთად, მე ვისაუბრებ თქვენთან და მოისმენთ ასევე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორების ანოტაციას თავისივე შექმნილ პროდუქტზე და დედამიწის მუნჯისენაო, მათზე კარგად ამას ვერავინ ვერ აგიხსნით, ვერც მე, ინჟინერი ნანა ლომიძე და ვერავინ, ვერც ერთი პარტნიორი, სწორედ ამიტომ ჩვენ არ ვყვებით ამ პროდუქტის შესახებ, ჩვენ არავის არ ვუწევთ რეკომენდაციას, ჩვენ არავის არ გეუბნებით იყიდეთ და მოდით და აუცილებლად შეიძინეთ. ჩვენ არ გავცემთ ასევე რეკომენდაციებს, რა პრობლემაზე რა პროდუქტი უნდა გამოიყენოთ. ჩვენ არ ვაძლევთ ჩვენს თავს უფლებას ვისაუბროთ ექიმების მაგივრად და იმ პროფესორების მაგივრად, იმიტომ რომ აქ ყველაფერი პროფესიონალურ დონეზეა. თქვენ თუ გადაწყვეტთ, რომ მიიღოთ ინფორმაცია და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილებები, პროდუქტი შეიძინოთ, თუ გახდეთ კომპანიის პარტნიორი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, ეს თქვენზეა მხოლოდ დამოკიდებული. ამიტომ რადგან კომპანია პროფესიონალურად უდგება ამ საკითხს, ჩვენ არავინ არ ვაძლევთ არაფერზე რეკომენდაციას. არც მოგიწოდებთ, რომ მიიღოთ ეს პროდუქტი. ეს პროდუქტი თვითონ ილაპარაკებს თავის თავზე, გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენზეა. აქ არის რამოდენიმე ვარიანტი და წინასწარ გეტყვით. თუ თქვენ დაესწრებით პრეზენტაციას, დაინტერესდებით რომელიმე პროდუქტით, ან კომპანიით, ან საერთოდ ზოგადად იმ შემოთავაზებებით, რასაც ეს კომპანია გთავაზობს. აქ არის სამი შესაძლებლობა. პირველი, თქვენ რეგისტრირდებით როგორც კლიენტი, იხდით $10 და შემდეგ ყოველთვიურად იხდით წევრობის $10 და თქვენ გეძლევათ წვდომა სერვისთან ამ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორების მომსახურებით. ისინი ყველაფერზე გააგცემენ პასუხს და კონკრეტულ თქვენს პრობლემაზე გასცემენ რეკომენდაციას, თუ რა დროს, როგორ, რანაირად, რამდენი წყალი უნდა დალიოთ, როგორ უნდა ივარჯიშოთ და რანაირად მიიღოთ მათი პროდუქტი, რომ მაქსიმალური 100%-იანი შედეგი დაგიდოთ ამან. ასევე 75%-იანი ფასდაკლებაზე გექნებათ წვდომა და აი ამ $10 მოთავსდება ეს ამდენი სერვისი, რასაც გთავაზობთ ეს კომპანია. მეორე ვარიანტი, ეს არის რეგისტრირდებით თქვენ როგორც პარტნიორი. $50 იხდით ერთჯერადად, თქვენ ხდებით ბიზნესის მფლობელი, უშველებელი ბიზნესის მფლობელი, ბიზნესის, რომელიც უკვე 232 ქვეყანაშია გავრცელებული და პლუს ემატება ამ ქვეყნებს კიდევ სხვა ქვეყნები. ანუ მთელი მსოფლიო ვართ ჩვენ. ლივგუდი, გვინდა რომ თქვენ შემოგვიერთდეთ და არ იყოთ ხოროდ მეთვალყურეები ამ მოვლენების. თქვენ მინდა რომ იყოთ ამ ყველაფრის მომსწრეები, თვითხილველნი და თქვენ გქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლოთ ყველა ამ პრივილეგიებით, რაც გააჩნია ამ საოცარ რევოლუციას, რომელიც შემოვიდა მსოფლიოში და აალაპარაკა მთელი სამყარო. ამიტომ მეორე საშუალება არის აი ასე შეიძინოთ ბიზნესი $50-ად, შემდეგ ყოველთვიურად იხადოთ $10 და როგორც გითხარით, როგორც კლიენტს აქვს $10 რეგისტრაციით, შესაძლებლობა 75%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოს, ასევე ექიმების სერვისით, კვალიფიცირებული ინფორმაცია მიიღოს ყველაფერთან დაკავშირებით და ჯანმრთელობის გამოსწორებასთან დაკავშირებით, ასევე ბიზნეს მიმართულებით თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ახვიდეთ თანხებზე, როგორიცაა $2000-დან $16,000-მდე სტატუსების და მიხედვით. ეს მეორე შესაძლებლობა. მესამე შესაძლებლობა, თქვენ შეგიძლიათ იმ ადამიანის ლინკი მოითხოვოთ, ანუ ბმული, ვინც მოგიწვიათ და ის ადამიანი თქვენ ამ ბმულს გამოგიგზავნით, ეს არის მაღაზია, სადაც შეგიძლიათ თქვენ შეხვიდეთ, თავად აარჩიოთ დაესწროთ პრეზენტაციებს და ასეთი სახით მოისმინოთ ინფორმაცია ამ მედიცინის დოქტორებისგან და თქვენ კონკრეტულ პრობლემაზე ამოირჩიოთ თქვენი პროდუქტი და შეიძინოთ ეს პროდუქტი. და ცოტა წამატებული ფასი გექნებათ გადასახდელი, თუმცა ამ ფასებს ჩვენ თუ შევადრით სოფლიოში რა ფასები წადებს მსგავსი მიმართულების პროდუქტებს, თუმცა როგორც მოგახსენეთ, მსგავსი არ არსებობს დღეს და ეს პროდუქტი არის ის, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა თავისი შედეგებით, უკვე არა უბრალოდ იმით, რომ პროდუქტია გამოსული, არამედ შედეგებით. აქედან გამომდინარე, თავისთავად თქვენ შეიძენთ პროდუქტს, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა მთელ მსოფლიოში.
და ასეთი ანალოგი დღეს დედამიწაზე უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, გიწევთ, მოისმინეთ, იმსჯელეთ, იფიქრეთ, ოჯახთან ერთად გადაწყვეტეთ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებთ ამ სამი შემოთავაზებიდან, აირჩიეთ ეს გადაწყვეტილება და ასეთი მიმართულებით თქვენ გექნებათ წვდომა საოცრებასთან, რომელიც აქამდე არასოდეს არ ყოფილა სამყაროში. მადლობა, დიდი მადლობა, რომ მომისმინეთ, რომ გამომიყავით დრო და გელოდებით პრეზენტაციაზე. მონაცემები, ლინკი, ყველანაირი შესაძლებლობა იქნება ჩემი ვიდეოს ქვეშ აღწერილობაში. შეგიძლიათ დაინახოთ, წაიკითხოთ, მოისმინოთ, გადმოაკოპიროთ თუ რამეა საჭირო, შეხვიდეთ და მიიღოთ გადაწყვეტილებები. როდესაც შემობრძანდებით ტელეგრამის ჩატში, იქ იქნებიან მოდერატორები და მე რა თქმა უნდა ის არის ჩემი პირადი ჩატი, მაგრამ მე ყველანაირად ვემორჩილები იმ წესკანონს, იქ რაც არის, რა განწესებაც არის და მიუხედავად იმის, რომ ის ჩემი შექმნილი ჩატია და მე ვარ ამ ჩატის ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა არ გაგიკვირდეთ და მოგიწოდებთ, რომ როდესაც მოდერატორი შეგეკითხებათ, ვისი მოწვეული ბრძანდებით, თქვენ უნდა დაასახელოთ ჩემი სახელი, რომ თქვენ ხართ ნანა ლომიძის მოწვეული უშუალოდ. და ისინი გაგიღებენ კარებს და შემოგიშვებენ პრეზენტაციაზე. გელოდებით, უსათუოდ, არ გამოტოვოთ თქვენი შანსი დღეს არის. შეიძლება ზუსტად ამ 3 წუთმა, თუნდაც ამ გადაწყვეტილების 3 წუთმა და 1 საათი პრეზენტაციაზე დასწრებამ თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს 360 გრადუსით. მადლობა. გელოდებით, მთელი გულით. კარგად ზანდებოდეთ. თქვენთან ერთად ვიყავი მე, როგორც ყოველთვის, ნანა ლომიძე. მიყვარხარ საქართველო. უი, პირდაპირ ეთერში ვართ? კი, პირდაპირ ეთერში ვართ. შესანიშნავია. მოგისალმებით ყველას, მეგობრებო. იმედი მაქვს, შესანიშნავი შაბათ-კვირა გქონდათ. დიახ, მადლობა რომ შემოგვიერთით. ეს ჩვენი საყვარელი გამოშვებაა. ყოველთვის გვიყვარს ის, რადგან ეს ის მომენტია, როცა ჩვენ ჯერ ბოლომდე მზად არ ვართ მისი გამოშვებისთვის. დარჩენილია კიდევ რამდენიმე დღე. ალბათ ახლა ჩვენ მას წერთ. დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ ვიწყებთ ჩვენ სიახლეს, ოსტიოკომპლექსს. ვიცი მათთვის, ვინც დიდი ხანია ჩვენს გვერდითაა და გვითვალთვალებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია. დიახ, ვაფასებთ თქვენს მოთმინებას. ჩვენ ჩავატარეთ უზარმაზარი სამეცნიერო კვლევითი სამუშაო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია. ეს რთული პროდუქტია. მისი შემუშავება ძალზე რთულია. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ. როდესაც ფიქრობ, რომ ზუსტად იცი რა გინდა, იწყებ ძებნას და ხვდები, რომ ვერავინ პოულობს ზუსტად იმას, რაც გჭირდება. ამიტომ დაგჭირდა დრო. დიახ, მაგრამ საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც გვინდოდა. ეს სიყვარულით შექმნილი საქმეა. დიახ, ამაში ეჭვი არ არსებობს. მოდი ვილაპარაკოთ ახლა იმაზე, რომ პირველ რიგში, თუ არ გამოგიწერიათ ჯერ ჩვენი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ. ისე რომ დასაწყისისთვის სწრაფად გამოიწერეთ, დააჭირეთ მოწონებას, დაწერეთ კომენტარი, დაგვისვით კითხვები. ეს ყველაფერი აუცილებელია და ჩვენ ძალიან გვიყვარს. ეს გვეხმარება, რომ ჩვენც დაგეხმაროთ. ჩვენ თქვენთვის მუშაობთ და თქვენთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს. მაგრამ სანამ ამ საოცარ პროდუქტზე გადავალთ, მოდი ვისაუბროთ ძვლებზე და ვიფიქროთ იმაზე, რომ ხშირად ჩვენ ვუკავშირებთ ძლიერ ძვლებს მხოლოდ დაბერებას, ხომ ასეა? გვესაჭიროება ძვლების სიმტკიცე ასაკის მატებასთან ერთად, მაგრამ საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ თავიდან ავიცილოთ მოტეხილობების იბერეში. ჩვენი ძვლები მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენი სიცოცხლის ძალის საფუძველია, ჩვენი თავისუფლების, ხომ ასეა? ჩვენ მოძრაობთ მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელი ძვლების წყალობით. ისინი ჩვენი ორგანიზმის საყრდენ სისტემას წარმოადგენენ. დიახ, გულისხმობ მთლიანად, 100%-ით. ასე რომ, როდესაც ამაზე ფიქრობთ, გიჩნდებათ შეგრძნება, რომ თუ ჩვენ არ ვიცავთ ჩვენს ძვლებს, საფრთხის ქვეშ ვაყენებთ ჩვენს ჯანმრთელობას. კიდევ ერთხელ
გავაცნობიერე, რომ სწორედ ახლა დავიწყე საუბარი დაბერებაზე, მაგრამ მინდა თქვენც დაფიქრდეთ ამაზე. ეს მხოლოდ ხანდაზმულებს ან მათ არ ეხებათ, ვისაც უკვე დაუდგინდა ოსტეოპოროზი ან ოსტეოპანია. თუ დაფიქრდებით, რა თქმა უნდა, ეს მათაც ეხება. ნამდვილად 100%-ით, მაგრამ მხოლოდ მათ არ ეხება, რადგან ძვლის მასის პიკს ადამიანი აღწევს 20-დან 30 წლამდე ასაკში. ასე არ არის? ჩვენ ამას ვერ ვხვდებით. მგონია, რომ ეს უფრო გვიან ხდება, მაგრამ ძვლის მასის პიკი სწორედ 20-დან 30 წლამდეა. ამის შემდეგ 30 წლის ასაკიდან ჩვენი ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივე იწყებს შემცირებას. ეს უდავოა და ეს შემაშფოთებელია. ვიცი, რომ ამაზე უკვე გვისაუბრია, ზუსტად ისე, როგორც კუნთოვან მასაზე, მაგრამ ფაქტია, 30 წლის შემდეგ შენ იმდენად ახალგაზრდული და ენერგიული ხარ, რომ ამაზე საერთოდ არ ფიქრობ, ხომ ასეა? ამიტომ უნდა გაითვალისწინო, რომ 30 წლიდან მდგომარეობა იწყებს გაუარესებას. სწორედ ამიტომ უნდა შეინარჩუნო ძვლები, რათა არ დაგემართოს ოსტეოპოროზი, ოსტეოპანია ან მოტეხილობის რისკი. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს დანამატი შეიძლება გამოიყენებოდეს ამ დაავადებების სამკურნალოდ, მას ასევე აქვს პრევენციული მნიშვნელობაც. ამიტომ მინდა, რომ ეს გავითვალისწინოთ და კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება იმაზე, რატომ არის ეს საჭირო. არა მხოლოდ ხანდაზმულთათვის, ან მხოლოდ მათთვის, ვისაც ოსტეოპოროზი და სხვა მსგავსი პრობლემები აქვს. უდავოდ ეს ყველას ეხება აბსოლუტურად. მინდა, რომ სწორედ ამაზე დაფიქრდეთ და კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი. ეს საჭირო არის არა მხოლოდ ხანდაზმულთათვის, ან მხოლოდ მათთვის, ვისაც ოსტეოპოროზი ან სხვა დაავადებები აქვს. ეს ყველას ეხება და ბევრი თქვენგანი ალბათ განაგრძობს ძველებურად ფიქრს, რომ ეს მხოლოდ მათ სჭირდებათ, მაგრამ არა, მინდა ვთქვა, რომ ძვლები მხოლოდ ძვლები არ არის, მხოლოდ ჩონჩხი კი არ არის. ისინი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სტრუქტურული ელემენტები, ხომ ასეა? ძვლებში ინახება მინერალები. ისინი ეხმარებიან ჰორმონების რეგულირებაში. ისინი ზემოქმედებენ მეტაბოლიზმზეც და იმუნურ სისტემაზეც. არ მგონია, რომ ბევრი ადამიანი ამას ასე უყურებდეს. უმეტესობისთვის ძვლები მხოლოდ სტრუქტურული კომპონენტია, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა. დიახ, ძვლები არის მთავარი რეზერვუარი, როდესაც ორგანიზმს სჭირდება. როდესაც ეს საჭიროა სისხლისთვის ან სხეულის სხვა ნაწილებისთვის, ისინი შთანთქავენ ძვლოვან ქსოვილს და ანგრევენ მას, რათა გამოუშვან ეს მნიშვნელოვანი ვიტამინები და მინერალები. მართალია, დიახ, ახლა დავუბრუნდეთ ასაკს. 10-დან 18 წლამდე არის ძვლების ძირითადი ზრდის ეტაპი. ძირითადი. ასე რომ ბავშვები, რომლებიც ჭამენ, არაჯანსაღად და ცუდად იკვებებიან, ვერ ავლენენ თავიანთ გენეტიკურ პოტენციალს ბოლომდე. რა თქმა უნდა, გენეტიკა გარკვეულ როლს ასრულებს. ისინი დაახლოებით 80%-ს მაინც აღწევენ, მაგრამ სინამდვილეში სწორი კვებაა ის, რაც გაძლევს საშუალებას ბოლომდე გამოიყენოს შენი პოტენციალი. სწორკვებას შეუძლია მაქსიმალურად გამოავლინოს ის სარგებელი, რასაც გენეტიკა გაძლევს ძვლების ჩამოყალიბებაში. ამიტომ 10-დან 18 წლამდე ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია. არ ვამბობ, რომ ეს დანამატი სწორედ მათთვისაა შექმნილი, მაგრამ მინდა გითხრათ, თუ ყავთ ამ ასაკის შვილები, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სწორკვებას და იმ მნიშვნელობას, რაც აქვს კალციუმის და სასარგებლო მინერალების მიღებას ძვლებისთვის. მოდი ახლა ვილაპარაკოთ იმ პრობლემებზე, რამაც მოგვიყვანა სუსტი ძვლების მდგომარეობამდე. ჯერ ცოტა სტატისტიკა. 50 წელს ზემოთ ყოველი მეორე ქალბატონი და ყოველი მეორე მამაკაცი იტანჯება ოსტეოპოროზთან დაკავშირებული მოტეხილობებით. დიახ, ასაკი და სქესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ცხადია, ქალბატონებში ეს უფრო ხშირია და როგორც წესი, ეს დაკავშირებულია ჰორმონებთან, განსაკუთრებით პოსტმენოპაუზურ პერიოდში. იცით, ისინი ძალიან ზემოქმედებენ ჩვენს ძვლებზე, განსაკუთრებით ესტროგენი. გარდა ამისა, გავლენას ახდენს ისიც, რაზეც ბავშვებზე საუბრობდით. პოშალური ნივთიერებების დეფიციტი, ანთება, არაჯანსაღი კვება, სტრესი,
ყველა ეს ფაქტორი აჩქარებს ძვლოვან მასის დაკარგვას. ასე რომ კიდევ ერთხელ საქმე გვაქვს ცხოვრების წესის მთელ კომპლექსთან, რომელიც ან იცავს, ან აზიანებს ჩვენს ძვლებს. იცით, ბაზარზე უამრავი სხვადასხვა კალციუმის დანამატია, მართლაც ძალიან ბევრი და ეს ადამიანებს ხშირად აბნევს. ბევრი სხვადასხვა ფორმაა და ყველა გვეუბნება, გჭირდება კალციუმი, მაგრამ საქმე მხოლოდ კალციუმში არ არის ნამდვილად. ეს არის ერთ-ერთი სფერო, სადაც TDAH კი საშუალებას იძლევა ჯანმრთელობის სარგებელზე განცხადებები გაკეთდეს. მაგალითად, თუ იღებ 500 მილიგრამს ან მეტს ელემენტარული კალციუმის ეკვივალენტში, მაშინ შეგიძლია თქვაო, რომ ეს აუმჯობესებს ძვლების სიმკვრივეს. დიახ, ბევრი კომპანია უბრალოდ უზარმაზარ რაოდენობას უშვებს ბაზარზე, ხშირად უხარისხოს და სინამდვილეში ეს ყველაფერი საკმაოდ ბევრი ხდება. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრ შემთხვევაში სტანდარტული კალციუმის დანამატები არ ითვალისწინებს იმ მრავალ ფაქტორს, რომლებიც აუცილებელია ძვლების ჯანმრთელობისთვის. ის ხომ არა მხოლოდ კალციუმზეა დამოკიდებული. აქ მნიშვნელოვანია ჰორმონები, სხვა მინერალები, ანთებითი პროცესები, კოლაგენის გამომუშავება და ასევე კოფაქტორები. კოლაგენი ძალიან მნიშვნელოვანია, D ვიტამინი და მაგნიუმი, აქ ისინი არ არიან და განზრახ უნდა ვისაუბროთ იმაზე. რატომ? დიახ, ნამდვილად. და მე საჭირო ჩანაწერებიც მოვამზადე. იმდენი ჩანაწერი მქონდა, რომ ძვლებსაც კი დავუბრუნდი, მაგრამ მიხარია, რომ სტატისტიკა ახსენეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა გაითვალისწინეთ კიდევ ერთი რამ. დაცემის რისკი ძალიან სერიოზულია ხანდაზმულთათვის. თუ ადამიანს აქვს მყიფე ძვლები და დაიმტვრია სიბერეში, გადარჩენის შანსი მკვეთრად მცირდება. სამწუხაროდ ასეა. პროგნოზი ძალიან ცუდია და ეს მართლაც არასასიამოვნო თემაა, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ძალიან ბევრ ჩვენს ახლობელს ეს ემართება. ხშირად ხდება ისე, რომ მოტეხილობის შემდეგ მათ მოძრაობის უნარი უმცირდებათ. ერთს მაგალითად მოტეხილობა მოუხდა და მას შემდეგ ვეღარ აკეთებს იმ საქმეს, რასაც ადრე აკეთებდა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მას ჰქონდა მძიმე ოსტეოპოროზი, დიახ, დიაგნოზით დადასტურებული მძიმე ოსტეოპოროზი. ჩვენ შევცვალეთ მისი ცხოვრების წესი, განსაკუთრებით მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, რადგან მანამდე მამა ახდენდა მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას. მაგრამ ახლა ყველაფერი შეცვლილია. მას აღარ აქვს ოსტეოპოროზი. ის იღებს ყველა იმ ინგრედიენტს, რაც ამ პროდუქტშია და შედეგი საოცარია. ოსტეოპოროზი აღარ აქვს. ის გახდა ენერგიული, მოძრავი და ისევ აქტიური. ეს მართლაც საოცრებაა და სასიხარულოა. რა თქმა უნდა, მოტეხილობა მაინც რთული შემთხვევა იყო. დიახ, მას უყვარდა პიკლბოლის თამაში, მაგრამ ახლა მას ამისგან თავის შეკავება უწევს. მაგრამ საბოლოო პროგნოზი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ჯანსაღი კვების ვარჯიშისა და დანამატების წყალობით 100%-ით. მოდი ახლა ვილაპარაკოთ შემადგენლობაზე. მე მას სამ კატეგორიად დავყოფ. სტრუქტურის ხარდაჭერა, მეტაბოლიზმის ხარდაჭერა, ანტიოქსიდანტური მხარდაჭერა. აქ იმდენი ინგრედიენტია, რომ მგონია თითქოს ცალკე დანამატებად უნდა გავშალო. სამწუხაროდ, თუ ახლა პირდაპირ ეთერში გვიყურებთ, ინფორმაციული ეტიკეტი საიტზე ჯერ ატვირთული არ არის, მაგრამ თუ ჩანაწერს უყურებთ, შეგიძლიათ საიტზე გადახვიდეთ და იქ ნახოთ. ახლა დავიწყოთ კატეგორიებით. პირველი, სტრუქტურის ხარდაჭერა. მოდი ვილაპარაკოთ კალციუმზე. აი სწორედ ეს იყო მთავარი პრობლემა, რომ ვერ ვპოულობდით საჭირო ფორმას. ძალიან ძნელი აღმოჩნდა. მე რამდენიმე ჩანაწერი გავაკეთე ჰიდროქსიაპატიტზე, რადგან ეს არის ძვლების ძირითადი სტრუქტურული კომპონენტი. ჩვენ ყველა ვიცით, რომ 99% კალციუმი ორგანიზმში სწორედ ძვლებში ინახება. სისხლსა და შრატში მისი რაოდენობა გაცილებით მცირეა. როდესაც ვახსენებ შრატს, ვგულისხმობ სისხლს, მაგრამ იგი რეაქციაში შედის ფოსფატებთან. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ჰიდროქსიაპატიტზე, მინდა უკეთ გაიგოთ რა არის ეს. კალციუმი ძირითადად შეიწოვება წვრილ ნაწლავში. მისი შეწოვა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია D ვიტამინზე. ნაწლავში ხდება როგორც პასიური, ისე აქტიური დიფუზია და სწორედ D ვიტამინია, რაც ხელს უწყობს ამ შეწოვას.
ამრიგად, თუ გსურს, რომ კალციუმი ეფექტიანად შეიწოვოს, აუცილებლად გჭირდებათ D ვიტამინი. და გახსოვდეთ, კალციუმი საჭიროა არა მხოლოდ ძვლებისთვის, ის მონაწილეობს კუნთებისა და ნერვების მუშაობაში, უამრავ სხვა პროცესშიც. თუ სისხლში კალციუმის დონე დაბალია, ორგანიზმი ბრძანებას გასცემს, მჭირდება კალციუმის სხვა მიზნებისთვის, დაანგრიეთ ძვლები. ამ დროს მოქმედებენ ოსტეოკლასტები, რომლებიც ძვლებს შლიან და პარალელურად ოსტეობლასტები, რომლებიც ძვლებს აღადგენენ. მაგრამ თუ ოსტეოკლასტები ზედმეტად აქტიურობენ, ძვლები ზიანდება. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ყოველდღიურად საკმარის კალციუმს არ ვიღებთ. თუმცა საკვები პროდუქტები ხშირად გამდიდრებულია კალციუმით, მაგრამ მაინც ეს უმეტესად არაჯანსაღ საკვებს მიეკუთვნება. დაბალი ხარისხის მარცვლეული, რძის პროდუქტები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, კალციუმი არსებობს ბუნებრივ წყაროებშიც, რძის პროდუქტებში და სხვა პროდუქტებში, მაგრამ სიფრთხილე გვჭირდება, მაგრამ ზოგი ანტინუტრიენტული ნივთიერება, მაგალითად, ოქსალატები და ფიტატები, უკავშირდება კალციუმს და უშლის მის შეწოვას. ახლა ბაზარზე არსებული ფორმები ყველაზე გავრცელებულია კალციუმის კარბონატი. მასში მაღალია ელემენტარული კალციუმის პროცენტი. ასევე არის კალციუმის ციტრატი, რომლის შეწოვა დამოკიდებულია კუჭის მჟავიანობაზე. მაგრამ საუკეთესოა ბრენდირებული კომპანიის მიერ დამზადებული D-კალციუმ მალატი. ეს არის 2 კალციუმი და მალატის მარილი. ეს ფორმა გამოირჩევა ბევრად უკეთესი ბიოშეღწევადობით. ადვილად იწოვება, კარგად იტანება, ნაკლებ გაზებს წარმოქმნის, არ საჭიროებს კუჭში მაღალ მჟავიანობას. ამიტომ დღეს ბაზარზე D-კალციუმ მალატი არის საუკეთესო ფორმა. ჩვენ დავიწყეთ 500 მილიგრამით. დიეტური რეკომენდაციების მიხედვით ადამიანმა დღეში უნდა მიიღოს დაახლოებით 1000 მილიგრამი კალციუმი 18-დან 50 წლამდე ასაკში ან მამაკაცებისთვის 70 წლამდე. 50 წლის ზემოთ ქალბატონებისთვის და 70 წლის ზემოთ მამაკაცებისთვის რეკომენდაციაა 1200 მილიგრამი დღეში. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა ეს ყველაფერი დიეტიდან მიგვეღო, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ. ამიტომ სწორედ შერჩეული დანამატი აუცილებელია. ჩვენ ასევე გამოვიყენეთ ჰიდროქსიაპატიტი. ძლოვანი მასის 65-დან 70% სწორედ ჰიდროქსიაპატიტისგან შედგება და ის ბუნებრივად გვხვდება კვერცხის ნაჭუჭში. ჩვენი წყარო სწორედ კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილია, რაც საუკეთესო ფორმაა ძვლებისთვის. ეს არის ჩვენი კალციუმი. ახლა თქვენ ახსენეთ კვერცხის ნაჭუჭის კოლაგენი. დიახ, მასში უნიკალური ამინომჟავური თანამიმდევრობაა. ეს არის სტრუქტურული ცილა, რომელიც ძალიან გავს ძვლის კოლაგენს. კოლაგენი ეს არის ძვლებში ყველაზე გავრცელებული ცილა, ძირითადი სამშენებლო მასალა. კვერცხის ნაჭუჭის კოლაგენი შეიცავს ამინომჟავების თანმიმდევრობას, რომელიც ძალიან ახლოს დგას ძვლოვან სტრუქტურასთან. ამიტომ ძვლებისთვის განსაკუთრებულად სასარგებლოა. ის ასევე მდიდარია ქონდროიტინითა და ჰიალურონის ჟავით. ეს აძლიერებს ოსტეობლასტების მუშაობას იმ უჯრედებისას, რომლებიც ძვლებს აშენებენ და კალციუმის შეწოვას ამარტივებენ. მოკლედ, ეს არის ძალიან ძლიერი შემადგენლობა. ახლა რაც შეეხება სტრონციუმს. ეს მართლაც უნიკალური მინერალია. ბევრმა ადამიანმა ალბათ სტრონციუმის შესახებ ადრე მოისმინა, ვიდრე ჩვენ მას დავამატებდით. სტრონციუმი ძალიან სასარგებლოა ძვლებისთვის. სტრუქტურულად და ქიმიურად ის ძალიან გავს კალციუმს. სწორედ ამიტომ ის ფართოდ არის გავრცელებული ძვლოვან ქსოვილში. ეს არის ბუნებრივი მინერალი, რომელიც დიდ როლს თამაშობს ძვლების ჯანმრთელობაში. შემდეგია გლუკოზამინი. ჩვენ ყველა ვიცით, რომ ის სასარგებლოა სახსრებისთვის. ასევე აქ არის ჰიალურონის მჟავა და ქონდროიტინი, რომელთა შესახებ ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ. ისინი ძალიან კონცენტრირებულად გვხვდება სწორედ სახსრებში. გლუკოზამინის სულფატი ხელს უწყობს ოსტეობლასტების წარმოქმნას.
გახსოვდეთ, ოსტეობლასტები პასუხისმგებელნი არიან ძვლების აშენებასა და რემინერალიზაციაზე. სწორედ ამიტომ ის აუცილებელია ძვლების აღდგენისა და რესტრუქტურიზაციისთვის. ძვლები მუდმივად იშლება და შემდეგ თავიდან შენდება. ეს ნორმალური პროცესია. შემდეგი არის ბამბუკის ექსტრაქტი. ბამბუკში ძალიან ბევრი სილიციუმია. ეს მინერალი მნიშვნელოვანია ძვლების სტრუქტურისთვის. ეს ერთ-ერთი ის ნივთიერებაა, რომლის შესახებაც ბევრმა არც კი იცის, მაგრამ ის უმნიშვნელოვანესია ძვლების ჯანმრთელობისთვის და ასევე აუმჯობესებს კოლაგენის გამომუშავებას. მე თავად ვიყენებ პრეპარატებს, რომლებიც აძლიერებს კოლაგენს და აუმჯობესებს ძვლების მოქნილობას, ასე რომ ეს მართლაც შესანიშნავია. ასე რომ ეს იყო ჩვენი ძირითადი ინგრედიენტები სტრუქტურის ხარდაჭერისთვის. ახლა გადავიდეთ მეტაბოლურ და ჰორმონულ ხარდაჭერაზე, რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ რეგულატორები. ესენი არიან B ჯგუფის ვიტამინები მეტილირებული ფორმებით. რატომ გვჭირდება ისინი? იმისთვის, რომ დავუჭიროთ მხარი ძვლების მეტაბოლიზმს და თავიდან ავიცილოთ ჰომოცისტეინის დაგროვება. ჰომოცისტეინის მაღალი დონე სისხლში არის მოტეხილობის რისკის ფაქტორი. ეს ადვილად მოწდება სისხლის ანალიზით. თუ ჰომოცისტეინის დონე მაღალია, მოტეხილობის რისკიც აიმატებს. ამრიგად, B ვიტამინები აუცილებელია ამ რისკის შესამცირებლად. ასევე არის ბეტაინი, რომელიც ხარს უჭერს მეტილაციის პროცესს და შესაბამისად ძვლების ჯანმრთელობას. შემდეგია გენსენინი, გენსენოზიდი. იგი ახდენს ჰორმონალურ ზემოქმედებას. ის ეხმარება ესტროგენის დონის დაბალანსებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქალებში მენოპაუზა და პერიმენოპაუზის პერიოდში სწორედ ესტროგენის მკვეთრი დაქვეითება იწვევს ძვლების სწრაფ გამოფიტვას. გენსენინი ასევე ხელს უწყობს ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორების IGF-ს მუშაობას. ეს პირდაპირ უკავშირდება ანაბოლურ პროცესებსა და ზრდის ფაქტორებს, რომლებიც ძვლების რემინერალიზაციას უწყობს ხელს. ახლა გადავიდეთ ანტიოქსიდანტურ მინერალურ ხარდაჭერაზე. ამას შეგვიძლია ვუწოდოთ დაცვა, ანუ გვაქვს სამშენებლო კომპონენტები, კალციუმი, კოლაგენი და სხვა. რეგულატორი B ვიტამინები, ჰორმონალური მხარდაჭერა. და ახლა დამცავები. პირველი, ვარდკაჭკაჭის ფხვნილი. ვარდკაჭკაჭი მდიდარია C ვიტამინით. როგორც უკვე ვთქვით, კოლაგენი ვერ ფუნქციონირებს C ვიტამინის გარეშე. სწორედ ამიტომ აუცილებელია მისი წყარო. ვარდკაჭკაჭი არა მხოლოდ C ვიტამინის შესანიშნავი წყაროა, არამედ ძლიერი ანტიოქსიდანტიც. ის ეხმარება ორგანის ოქსიდაციურ სტრესთან და ანთებით პროცესებთან ბრძოლაში. შემდეგი არის ბორი. ბორის შესახებ ბევრმა იცის, რომ ის სასარგებლოა ძვლებისთვის. ბორი აუმჯობესებს კალციუმისა და მაგნიუმის შეწოვას. ამიტომაც, როდესაც საუბრობთ, რატომ არის საჭირო კალციუმი, მაგნიუმი, D3 და კაური, სწორედ ბორი უწყობს მათ უკეთეს ათვისებას. შემდეგ არის გლიცინი. ეს არის ამინომჟავა, რომელიც ასევე წარმოადგენს კოლაგენის ძირითად შემადგენელს. იგი მხარს უჭერს კოლაგენის სტრუქტურას და აძლიერებს ძვლების მთლიანობას. ასე რომ, მეგობრებო, აქ ყველაფერი არის გათვალისწინებული. ეს უბრალოდ კალციუმის დანამატი არ არის. ეს არის კომპლექსური სისტემა ძვლების ხარდასაჭერად. ეს არის ოსტეოკომპლექტ, ძვლების გაფართოებული მხარდაჭერა. მოდით ვილაპარაკოთ იმაზე, ვის სჭირდება ეს დანამატი. ჩვენ უკვე ბევრ რამეს შევეხეთ, მაგრამ როგორც თქვით, ეს ყველას ეხება. ეს არ არის მხოლოდ ოსტეოპოროზის მქონეთათვის, ან მათთვის, ისაც უკვე აქვს ძვლების პრობლემები. ეს აუცილებელია პრევენციისთვისაც, განსაკუთრებით 25 წლის შემდეგ, როცა ძვლების სიმკვრივე იწყებს შემცირებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ქალბატონებისთვის მენოპაუზის პერიოდში, ასევე სპორტსმენებისთვის, რომელთა ძვლებსა და სახსრებზე დიდი დატვირთვა მოდის. ეს საჭიროა მათთვისაც, ვისაც აქვს ქრონიკული ანთება, საკვები ნივთიერებების დეფიციტი, ან გენეტიკური მიდრეკილება ოსტეოპოროზისკენ. მომწონს შედარება. ჩვენ ხომ არ ველოდებით, როდის დაგვეწყება კბილების ცვენა, რომ მხოლოდ მაშინ დავიწყოთ მათი ხეხვა. ასევე არ უნდა დაველოდოთ, როდის დაგვემტვრევა ძვლები, რომ მხოლოდ მერე დავიწყოთ მათზე ზრუნვა. ამიტომ ნუ დაელოდებით, სანამ დესისტომეტრია
ძვლების სიმკვრივის ტესტი გიჩვენებთ, რომ უკვე ოსტეოპოროზი გაქვთ. სჯობს წინასწარ იზრუნოთ. ყველას არ უწევს ამის ჩატარება, მაგრამ თუ თქვენ 50 წლის ზემოთ ხართ, ან ქალბატონი ხართ და უკვე 70 წელი შეგისრულდათ, აუცილებლად უნდა გაიკეთოთ დენსიტომეტრია. მართალია, ბევრ ადამიანს ეს ტესტი არც კი აქვს გაკეთებული და არც იცის, რა მდგომარეობაშია მისი ძვლები. ხშირად მხოლოდ მაშინ იგებენ, როცა დიაგნოზს დაუსვამენ, მაგრამ მაშინ უკვე გვიანია. არ დაელოდოთ ამას. ეს პრობლემა შექცევადია. შეგიძლიათ თქვათ, C ქულა ასეთია, მინდა მისი გაუმჯობესება და ეს შესაძლებელია. ამის ნათელი მაგალითია დედაჩემი. მას მძიმე ოსტეოპოროზი ჰქონდა. ახლა კი საერთოდ აღარ აქვს. ეს მართლაც საოცარია. ასე რომ, კარგი იდეაა, თუ ახლა პირდაპირ ეთერში გვიყურებთ, ან ჩანაწერს უსმენთ, გაიკეთეთ ეს ტესტი. ნახეთ, რა მდგომარეობაში ხართ და რა უნდა გააუმჯობესოთ. დიახ, ეს რენტგენზეა დაფუძნებული, ამიტომ მცირე გამოსხივება მაინც არის, მაგრამ ძალიან მცირე, სარგებელი გაცილებით აღემატება რისკს. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. მე თავადაც ბედნიერი ვარ, რომ ეს ტესტი გავიკეთე, რადგან ვიცი, რომ ახლა უნდა დავიწყო სერიოზული ზრუნვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასაკში შევალ. თანაც ვარჯიშების შემდეგ სახსრები ხშირად მტკივა, ამიტომ ვიცი, რომ ეს დამატებითი მხარდაჭერა მჭირდება. ახლა როგორ უნდა მივიღოთ ეს დანამატი? ერთი დოზა შედგება 4 კაფსულისგან. ვიცი, ეს ბევრია, მაგრამ გაითვალისწინეთ, ელემენტარული კალციუმის შემცველობა დაახლოებით 30%-ია. ანუ დღეში აუცილებელია დაახლოებით 500 მილიგრამი და ამის მისაღებად საჭიროა 4 კაფსულის მიღება. შეგიძლიათ ისინი ერთდროულად მიიღოთ ან გაანაწილოთ 2-2 დოზად. სასურველია საკვებთან ერთად. თუ ცარიელ კუჭზე მიიღებთ და დისკომფორტს არ იგრძნობთ, გააზევს მაგალითად კუჭის გაღიზიანებას, მაშინ პრობლემა არ არის, მაგრამ უმჯობესია საკვებთან ერთად მიიღოთ. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია, რომელ პროდუქტებთან ერთად იღებთ. ზოგიერთი საკვები ხელს უშლის კალციუმის შეწოვას. ამის შესახებ მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებთ. ვიცი, 4 კაფსულა ბევრია, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა, რომ ასეთი მაღალი ხარისხის ფორმულა შეგვექმნა. მე პირადად ალბათ 4-ვეს ერთდროულად მივიღებ სადილის შემდეგ, რადგან სხვა დანამატებს ვიღებ საუზმესთან ერთად. ასე უფრო მოსახერხებელია, მაგრამ შეგიძლიათ 2 დოზად დაყოთ. მთავარია არ დაგავიწყდეთ. ახლა გადავიდეთ მთავარ კითხვაზე. რატომ არ არის ამ დანამატში D ვიტამინი და მაგნიუმი? ეს ძალიან აქტუალური საკითხია. ზუსტად ისე, როგორც ზოგჯერ გვეკითხებიან, რატომ არ არის კალციუმი ჩვენს მულტივიტამინში. უპირველესად უნდა ითქვას, რომ მულტივიტამინში კალციუმი საჭირო არ არის და თუ ის იქ მაინც ჩადებულია, აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ სწორი ფორმით და სწორ დოზაშია. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ როცა ყველა ინგრედიენტი ერთ აფშია ერთად, დროის კონტროლი და დოზის მართვა შეუძლებელი ხდება. თუ გსურთ მაქსიმალური შედეგი, აუცილებელია იცოდეთ, როდის და როგორ უნდა მიიღოთ თითოეული ვიტამინი და მინერალი. უბრალოდ ერთმანეთში შერევა, აი ცოტაოდენი ამას დავამატოთ, ცოტაოდენი იმას, არ მუშაობს. ზოგჯერ ეს ნივთიერებები ერთმანეთთან რეაქციაში შედიან, ხელს უშლიან შეწოვას და ერთმანეთს კონკურენციას უწევენ. ასე რომ ეს არც გონივრულია და არც უსაფრთხო. D ვიტამინი მარტივად შეიწოვება და უმჯობესია ცალკე მიიღოთ. მისი მიღების საუკეთესო დროა დღის პირველი კვება და სასურველია K2 ვიტამინთან ერთად, რადგან D3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას. მაგრამ აქაც სიფრთხილეა საჭირო. 2000 ერთეული D3 ვიტამინი სისხლში უნდა ინარჩუნებდეს დონეს 30-დან 50 ნანოგრამს მილilitrზე. K2 უნდა მიიღოთ შესაბამის დოზაში. შემდეგ უკვე შესაძლებელია დოზის კორექტირება სისხლის ანალიზების საფუძველზე. თუ ანალიზებს არ აკეთებთ, მაშინ უნდა შეარჩიოთ სტანდარტული უსაფრთხო დოზა D3-ისთვის. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი აზრით, D3 არ უნდა იყოს მულტივიტამინის ნაწილი. ზუსტად იგივე ეხება მაგნიუმსაც. თუ მაგნიუმი მულტივიტამინშია, ის ხშირად სხვა მინერალებთან რეაქციაში შედის და ხელს უშლის მათ შეწოვას.
მე პირადად მაგნიუმს დღის კონკრეტულ მონაკვეთში ვიღებ. მაგალითად, თუ სტრესულ სამუშაო გარემოში ხართ, შეგიძლიათ მიიღოთ 1 კაფსულა მაგნიუმი ძილის წინ. ეს აუმჯობესებს ძილს და ასევე დილის საჭმლის მონელებასაც უწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რამდენი მაგნიუმი გჭირდებათ და როდის უნდა მიიღოთ. ელემენტარული მაგნიუმის დღიური მოთხოვნა დაახლოებით 400-დან 420 მილიგრამია. ამიტომ ჩვენ სპეციალურ მაგნიუმის კაფსულებში სწორედ ამ დოზას ვაძლევთ. წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი ერთ აფშია, 4 კაფსულა, 2 მაგნიუმით, 2 პატარა D ვიტამინით, პლუს სხვა დანამატებით 1 მულტივიტამინში. ეს უბრალოდ არ იმუშავებს და სამედიცინო თვალსაზრისითაც არაგონივრულია და საშიში. საუკეთესო შემთხვევაში ეფექტი ნულოვანია, ფულის ფლანგვა და დროის დაკარგვა, მეტი არაფერი. უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა ზიანიც კი მოგაყენოთ. ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ 2 აბი ყველაფრისთვის საკმარისია, მაგრამ ასე არ არის ნამდვილად. ამით უბრალოდ საკუთარ თავს ვნებთ. მოდით ახლა ვუპასუხოთ რამოდენიმე მნიშვნელოვან კითხვას. პირველი კითხვა იყო, რა პროდუქტებთან ერთად არ არის რეკომენდირებული ძვლების დანამატების მიღება. როგორც უკვე აღნიშნე, უნდა გავუფრთხილდეთ ფიტატებსა და ოქსალატებს. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც გვხვდება გარკვეულ ბოსტნეულში, პარკოსნებში, მარცვლეულში. ეს მცენარეული ნაერთებია, რომლებიც ბუნებრივად იცავს მცენარეს მავნებლებისგან. მაგალითად, ლუბია, ოსპი, ზოგიერთი ფოთლოვანი ბოსტნეული შეიცავს ფოტატებს და ოქსალატებს. ამ ნივთიერებებს შეუძლიათ კალციუმთან შეერთება და მის შეწოვას ხელი შეუშალონ. ეს პრობლემა მხოლოდ ჩვენს დანამატს არ ეხება, ეს ზოგადი საკითხია. ზუსტად ამიტომაცაა, რომ ზოგჯერ ადამიანები წლების განმავლობაში იღებენ კალციუმის დანამატებს, მაგრამ მაინც ვერ აღწევენ საჭირო დონეს. ამიტომ სჯობს არ მიიღოთ კალციუმი იმ პროდუქტებთან ერთად, რომლებიც მაღალია ფიტატებითა და ოქსალატებით. თუ არ ხართ დარწმუნებული, შეგიძლიათ უბრალოდ მოძებნოთ ინტერნეტში სია პროდუქტებისა, სადაც ეს ნივთიერებები ყველაზე ბევრია. ეს არ ნიშნავს, რომ ეს საკვები მავნეა. არა. ისინი ჯანსაღია, მაგრამ სჯობს მათი მიღება განსხვავებულ დროს და არა იმავე კვებასთან ერთად, როცა კალციუმის დანამატს იღებთ. მომდევნო კითხვა. სხვა დანამატებიდან კალციუმი ხომ არ მიიღება? სრულიად გასაგები კითხვაა. პასუხი არა. კალციუმს ვერ მიიღებთ სხვა დანამატებიდან, თუ ისინი კონკრეტულად კალციუმისთვის არ არის შექმნილი. თუ მულტივიტამინში ნახავთ კალციუმს, თითქმის გარანტირებულია, რომ ის ძალიან მცირე დოზით იქნება და ყველაზე იაფი, არაეფექტიანი ფორმით. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია საერთოდ არ მიიღოთ. ყოველთვის გახსოვდეთ, ფორმა და დოზა გადამწყვეტია. კიდევ ერთი კითხვა. შესაძლებელია თუ არა ზედმეტი კალციუმის მიღება? დიახ, შესაძლებელია. თუ კალციუმს ზედმეტად მიიღებთ, შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. თირკმლის ქვები, გულის რევა, კუჭის გაღიზიანება, ან კალციუმის ნალექების წარმოქმნა სხეულში. მაგრამ ჩვენი ფორმულა უსაფრთხო დოზითაა, რომელიც მხოლოდ ავსებს ორგანიზმის საჭიროებას. შემდეგი კითხვა. თუ ადამიანს აქვს მიდრეკილება თირკმლის ქვებისკენ, მაინც შეუძლია თუ არა კალციუმის მიღება. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა მიზეზით ჩნდება ქვები. თირკმლის ქვებს შეიძლება სხვადასხვა გამომწვევი ჰქონდეს და აუცილებლად უნდა დადგინდეს ზუსტი მიზეზი. მაგრამ ჩვენი ფორმულა ისეთი შედგენილია, რომ არ უნდა გახდეს თირკმლის ქვების წარმოქმნის პირდაპირი მიზეზი. მიუხედავად ამისა, ასეთი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია. კიდევ ერთი კომენტარი იყო. ეს დანამატი შეიძლება თუ არა სასარგებლო იყოს მოტეხილობის შემდეგ აღდგენის პროცესში. დიახ, რა თქმა უნდა, სწორედ ასეთ დროს განსაკუთრებით საჭიროა კალციუმი, სილიციუმი, კოლაგენი და სხვა ინგრედიენტები, რომლებსაც ეს ფორმულა შეიცავს. მაგალითად, ბამბუკის სილიციუმი აუმჯობესებს წყლის შეწოვას და ამით ეხმარება ძვლების აღდგენას. ამიტომ მოტეხილობის შემდგომი პერიოდი იდეალური დროა ამ დანამატის გამოსაყენებლად. რა თქმა უნდა, წყლის საკმარისი რაოდენობით მიღებაც აუცილებელია. ბოლოს ძალიან კარგი კითხვა იყო. ეს დანამატი კბილებზეც მოქმედებს? დიახ, ჩვენი კბილებიც ხომ ძვლებია.
ჰიდროქსიაპატიტი განსაკუთრებით სასარგებლოა კბილებისთვის. ზოგჯერ მას უშუალოდ გამოიყენებენ კბილის პასტებში, ნანო ნაწილაკების სახით, რომლებსაც ემალში შეღწევა შეუძლიათ. მაგრამ ორგანიზმში მიღებული კალციუმიც პირდაპირ ეხმარება კბილებსა და ძვლებს. ასე რომ, პასუხია დიახ, ეს დანამატი ასევე სასარგებლოა კბილების ჯანმრთელობისთვის. მეგობრებო, გახსოვდეთ, ძვლებზე ზრუნვა ნიშნავს თქვენი დამოუკიდებლობის დაცვას. ეს არის თქვენი მოძრაობის თავისუფლება, ცხოვრების ხარისხი და ძალა. ჩვენი ახალი ფორმულა ოსტეოკომპლეტ ძვლების მხარდაჭერის გაფართოებული სისტემა არის, რომლებსაც ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. სცადეთ და თავად დარწმუნდებით. აი მაგალითად, დევიდის ისტორია. მე 65 წლის ვარ, ჩამოვარდი კიბეებიდან, ბეტონის იატაკზე და ზურგი მოვიტეხე. ოპერაცია დამჭირდა, მაგრამ ახლა მზად ვარ ახალი პროდუქტებისთვის. დევიდ, შენ სიტუაციას სრულიად გრძნობთ. ეს მართლაც მძიმე ტრავმაა, მაგრამ სწორი მიდგომით შეგიძლია კვლავ დაუბრუნდეს სრულფასოვან ცხოვრებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იზრუნოთ უსაფრთხოებაზე. თუ სახლში კიბეებია, ბევრი ხალიჩა ან პატარა შინაური ცხოველები გყავთ, მეტი სიფრთხილე გმართებთ. როდესაც ძვლები მყიფეა, ერთი პატარა შეცდომაც კი სერიოზულ შედეგს იწვევს. ზუსტად ამიტომ შევქმნით ეს ფორმულა, იმისთვის, რომ ნებისმიერ ასაკში დარჩეთ ძლიერი, გამძლე და ჯანმრთელი. მიღების წესი. რეკომენდირებულია 4 კაფსულა დღეში, როგორც უკვე ვთქვით. შეგიძლიათ მიიღოთ ერთდროულად ან 2-ზე 2 დოზად. უმჯობესია საკვებთან ერთად, მაგრამ თუ ცარიელ კუჭს და დისკომფორტს არ გიქმნით, შეგიძლიათ ასე მიიღოთ. ხშირად გვეკითხებიან, რა ეღირება? ფასი მალე გამოჩნდება საიტზე. თქვენ ხომ იცით, რომ ჩვენი პროდუქტები ყოველთვის გამოდის ხელმისაწვდომ ფასად. ბევრად იაფად, ვიდრე სხვა ანალოგიური ხარისხის დანამატები, მაგრამ ეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ლივგუდის პროდუქტს არ აყავს ანალოგი. გარწმუნებთ, ამ შემთხვევაშიც ფასი იქნება განსაკუთრებულად ხელსაყრელი. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ ნამდვილად სცადოთ ეს პროდუქტი. ეს არის ინვესტიცია თქვენს ჯანმრთელობაში, თქვენს თავისუფლებასა და ცხოვრების ხარისხში. ასე რომ, მეგობრებო, ეს იყო ჩვენი ოსტეოკომპლეტის პირველი პრეზენტაცია. ძალიან გვიხარია, რომ თქვენთან ერთად გავიზიარეთ იგი. თუ ახლა პირდაპირ ეთერში ხართ, დარჩით ჩვენთან. სულ რამდენიმე დღეში პროდუქტი უკვე ხელმისაწვდომი იქნება შეკვეთისთვის. თუ ჩანაწერს უყურებთ, დიდი ალბათობით ის უკვე შეგიძლიათ გამოიწეროთ. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან, იყავით ჯანმრთელები, ენერგიულები და მუდამ იზრუნეთ თქვენს ძვლებზე. ჩვენ ყოველთვის ზრუნავთ თქვენზე და კიდევ ვიზრუნებთ. შეხვედრამდე.